მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, პროექტი სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ, ერთი კვირის ინტერვალში ამოქმედდა, წარდგეს თქვენ წინაშე, დღეს ჩვენთან სტუმრად არის ცნობილი უფლებადამცველი ადვოკატი საიას შესანიშნავი წარმომადგენელი მაღალი საზოგადოებრივი მენტალიტეტის ატარებელი ადამიანი ნიკა სიმონეშვილი ბატონო მოგესალმებით, მადლობელი რომ მოგზანდით და ჩავეწეროთ ახლა მომენტალურად ამ პროექტში ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი. ეს არის უზენაესავზე ძველი ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების და კონსტიტუციაზე ხელის მომწერის შემდგომ ამ ადამიანების დაფუძნებული ეს პროექტი ზოგიერთმა დასტოვა ამ ქვეყნიური ადგილსამყოფელი ბატონი ნოდარ ნათაძე კოკუაშვილი და კიდე სხვები ეს დავრჩეთ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მეც ვარ და ამ პროექტს განვიხილავ უშუალოდ ეს არის ძირითად სათავეს ეს პროექტი იღებს 88-87 წლიდან მაშინ როდესაც მერაბ კოსტავა გამოვიდა სიდის ციხიდან და ეროვნულმა მოძრაობამ უზარმაზარი და არნახული სიმაღლე აიღო, თუმცა მანამდეაც იყო. და ამის შემდეგ დაიწყო ახალი ციკლი, ახალი გარდასახვები, ფერისვალებები და სამართლიანობის აღდგენა და ეს ისტორიული მასშტაბიანი ამოცანა იმ თაობამ გვარმა მაგიდან და მთლიანად უზენაეს საჭმომ მიაღწია 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 90 წლის ჩატარდა რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა დარღვეულ დროთა კავშირის აღდგენა მოხდა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე და სრულფასოვანი გავხდით აღიარებაც იყო შემდგომ იყო დივერსიები ჩრდილოეთის მეზობლიდან უზარმაზარი შინაომები გაუთავებელი კონფლიქტები ცხინვალში აფხაზეთში სისხლისღვრელი დაპირისპირებები მოვიდით აქამდე როგორც ასეთი და დღეს ვართ ძალიან ურთულესი დილემის წინაშე სახელმწიფოებრივი დაკარგვის ასე ვთქვათ რეალურ პერსპექტივასთან ამიტომ ეს ძალიან მაგონებს მე 1921 წელს როდესაც ბოლშევიკებმა ანექსია მოახდინეს მაშინაც ესენი კეთილშობილური იდეებით მოვიდნენ რომაც თავისუფლება დამოუკიდებლობა სუვერენიტეტის იავარქნა კი არ უნდა პირიქით მესისა და ბოლშევიკები გაანთავისუფლეს კაპიტალისტებისგან და მუშურგლეხური სახელმწიფო აღდგა როგორც ასეთი და ამიტომ ეს 3 წელი გრძელდებოდა შემდგომ 24 წლის აჯანყებამ ყველაფერი ასეთ გამოაშკარავა და ამის შემდეგ დაიწყო ეს რაღაც 70 წლიანი უბედურობა რომლის გაგრძელებაც სამწუხაროდ დღესაც ხედავთ უკვე რეცენტირებს. დაახლოებით ანალოგიური სცენარი არის, ანალოგიური, ისტორიული ესენ დეკორაციებია შეცვლილი, თორე შინაარსი ზუსტად ერთი და იგივეა. სხვადასხვა ლოზუნგით მოსული ივანიშვილიდან ესე ასე ვთქვათ. ამფსონები მოვიდნენ, შემდგომ ჩააწია ეს დასავლური გუნდი ივანიშვილმა მოიყვანა სხვები და დანარჩენები აქ რასაც აკეთებენ გასაგებია ხო რა უნდა გავაკეთოთ ამ თვალსაზრისით და მინდა თქვენ დაიწყოთ ერთი-ორი სიტყვით თქვენ შეხედოთ ამ პროექტს ერთი-ორი სიტყვა თქვათ და შემდგომ გადავიდეთ დღევანდელ დღეზე და შეძლების დაგვარად ხვალინა დღეშიც გადავიხედოთ მოგესალმებით ბატონო თენგის მივესალმები ჩვენ მაყურებელს მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ ძალიან სასიამოვნოა და სასიამოვნოა იმდენად რამდენადაც ასე ვთქვათ ისეთი ისტორიულ ჭრილში ვხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას ხო ანუ ბოლო 30-40 წლის ჭრილში რეალურად ანუ თქოს ჩვენ ვხედავთ იმას რომ არ ვიცი რაღაცა ხანდახან გვაქვს ხოლმე ეს პრობლემა ჩვენ მოკლე მეხსიერების, ეგრეთ წოდებული მოკლე მეხსიერების, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მოვლენები დავინახოთ რაღაცა მოკლე ისტორიულ კონტექსტში და არ გავხდეთ იმას კი მოკლე ინტერვალში, რაღაცა ბოლო 3-4-5 წლის ინტერვალში და შეიძლება რაღაც დავინახოთ რომ რაღაცა ეს როგორც
ისე იტყვიან ხოლმე რომ აი 2003-მდე რა ხდებოდა 2012-მდე რა ხდებოდა ხო ანუ რეალურად ამ ქვეყნის უახლესი ისტორია არც 2003-ში დაწყებულა არც 2012-ში არ დაწყებულა უფრო მანამდე დაიწყო და მას ძალიან ბევრი ისტორიული განმაპირობებელი ჰქონდა და თუნდაც ის რომ ავხსნათ დღეს რეალურად რა ხდება და რა როგორ გვაქვს როგორ ყლაპავს ცდილობს რომ გველეშაპმა გადაყლაპოს დიახაც ნამდვილად სწორედ აი ამ ისტორიულ წინაღებში რა თქმა უნდა ჩავიდეთ ანუ ჩემი სფერო ჩემი პროფესია ეს არის სამართალი და სამართლებრივად ამის შეფასება მაგრამ მხოლოდ ასე ვთქვათ სამართლებრივი შეფასება გარკვეული მოვლენების რა თქმა უნდა საკმარისი არ არის აქ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავინახოთ სწორედაც ისტორიული წიაღები ხო ანუ სწორად ვბრძანეთ რომ დეკორი არის შეცვლილი ჩვენ თუ ხედავდით რომ მაგალითად ერთი საუკუნის წინ ამ ქვეყანაში რუსულ დიქტატურას და საბჭოთა დიქტატურას ამყარებდნენ არ ვიცი ტყვით ანუ ძალისმიერი სხვა ძალისმიერი მეთოდით ახლა ეს ძალისმიერი მეთოდები შეცვლილი არის ტყვიას პირდაპირ ვერ იყენებენ მაგრამ კი ბატონო რეპრესიებს სხვა ფორმით აწყობენ ანუ შეუძლებელს ხდიან გაუსაძლის ხდიან ამ ქვეყანაში ცხოვრებას ნუ აი ამაზე შემდგომ წუთების განმავლობაში შეგვიძლია რა თქმა უნდა ვისაუბროთ დიახაც ნამდვილად აი აქამდე მივდივართ ამიტომ მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენ მაყურებელს ასევე გავაცნოთ ჩემი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება უკვე ხელისუფლებას მე ვეღარ ვეძახი ქართული ოცნების პარტია რომელსაც სამწუხაროდ სახელმწიფო აქვს და ქვეყანა აქვს ხელში ჩაგდებული ძევლად აყვანილი კი ძევლად საზოგადოება ძევლად აყვანილი ასე დავარქვათ და ნუ აი დღესაც ვამბობდი მე რომ სახეზე იარაღ დადებული, თავზე იარაღი აქვს დადებული და გვეუბნება რომ მოდით მელაპარაკეთ, მედებატეთ, იარაღი დაგვადო და გვეუბნება რომ თქვენ ჩემ კანონებს უნდა დაემორჩილოთ, თუ არ დაემორჩილები, რა ვიცი, გამოვკრავ ჩახმას. გამოვკრავ ჩახმას, ხო? ანუ როგორ შეიძლება დებატები, ანუ იმ პირობებში, როდესაც არ ვიცი, ანუ ამდენი ადამიანი უბრალოდ მძევლად აიყვანეს, ხო, ეს რანაირი დებატებია, ხო? ანუ არ ვიცი, ტერორისტი რომ მეუბნებოდეს, ახლა ჩემთან დებატში შემოდის და თავზე იარაღი მედოს, ასეთი რაღაც გაგვიგია. ანუ აი ამ მდგომარეობაში ჩააყენა ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციები თუ პრაქტიკული ნაბიჯებით და ნუ კი, რა თქმა უნდა, ამას აქვს თუნდაც ბოლო 10-15 წლის ამბები გავიხსენოთ, უფრო წინანდელ ამბებს რომ თავი დავანებოთ, ამასაც რაღაც თავის ისტორიული წინაღები აქვს, რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესო იქნება მათ შორის ამის მოხდება და კიდევ ერთხელ მიხარია რომ ვარ თქვენი სტუმარი. და იცით კიდე რა არის, განსაკუთრებით მინდა რამოდენიმე თემა, კიდევ სულ თანხდებით რა მოვლენების შეფასებაში თავიდან ბოლომდე, როგორც ასეთი და უმთავრესი მაინც რა არის, ამ ვითარებაში ჩვენ ძალისხმევა, ნებელობა ფასეულობაზე ორიენტაცია და რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დავკარგოთ ეს ფუნდამენტალური მონაპოვარი რაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტში არის ჩადებული ის სადაც ჩვენ გვაღიარეს სოფლიო თანამეგობრობამ როგორც ასეთი რის საფუძველზე გვაღიარეს ეს არის უმთავრესი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები როგორც ასეთი და კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მე ხშირად ვიმეორებ და არ უნდა დავიღალოთ იმიტომ სამწუხაროდ ამაზე არც პოზიცია არც ოპოზიცია არ რეაგირებს საერთოდ აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი და ცხინვალის სამართლებრივი დემონტაჟი აი ეს ორი ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი რომელიც აისახა რეფერენდუმში ისე რომ რუსეთის ხარემ და მისმა მოკავშირეებმა მოდი ესეც ვთქვათ ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი, კონტრარგუმენტი ვერ დადეს ეს წინაშე ანუ გავიმეორებ რომ 91 წელს აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი მარტივი შეკითხვა იქნება თუ არა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში 61%-მა თან გალის რეგიონის გამოკლებით ეს დაამნიშნა ჩვენ კომპრომისზე წავედით თორე ისე 80-ზე 80 გადააჭარბეთ კომპრომისზე წავედით თუმცა გალში აბსოლუტური ქართული მოსახლეობა იყო მაშინაც და ახლა 99% ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია
ეს ბოდიშობანა და ეს რაღაც გაუგონარე ცინიზმი და ეს ცინიზმი რასთან არის დაკავშირებული და ეს გამოცხადებული ნეიტრალიტეტები აფხაზეთში და ასე შემდეგ. ეს ერთი სქემა, ერთი მოდელია, ერთი ხედვა არის. მე იმიტომ ვიმეორებ ამას კონტრარგუმენტები, იმიტომ მომყავს ამის გასაბათილებლად. ეს არის დანაშაული უდიდესი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ეგრეთ წოდებული ოცნება და ასევე ესეც მე დააცხინვალიც პარალელურად ზვიად გამსახურდიას და ელცენის შეხვედრა იყო ყაზბეგში, სადაც ელცენმა პირდაპირ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი არის საბჭოთა წარმონაქმნი და ეს არ აღიქვება, ასე თქვა რაღაც დამოუკიდებელ რესპუბლიკა და ოლქად, როგორც ასეთი და ეს შედის საქართველოს შემადგენლობაში. მართალია ამას დუმამ რატიფიკაცია არ გააკეთა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მსოფლიო საზოგადოებასთან და მასთან ჩვენ არა მარტო სავაჭრო გვაქვს, არამედ ფაქტი გვაქვს, როგორც ასეთი ეს და კიდე სხვა დოკუმენტებიც არსებობს სერიოზული და მე ამას წარუდგენ საზოგადოებას თუ რა თქმა უნდა. ამიტომ თუ თანხმობაზე არის ლაპარაკი და ოპოზიციის კონცენტრაციაზე და რაღაც ერთიანობაზე და რაღაც ამ იდეების გარეშე ეს ერთიანობა ფუჭია, არაფრის მომცემი არ არის, პირდაპირ ლაპარაკობ. პირდაპირ ყველას გასაგონად ლაპარაკობდა. ახლა თუ გახსოვთ ეს ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში რო იყო, მე ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენები რო გავიდნენ იქ საბეზნეს რომ მოუგეს აქ პენალტები და გახსოვთ 100,000 კაცი გამოვიდა ქუჩაში და იქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო ეს კვეკვესკერი გალიდან ტოლველი სხვათა შორის გამოვიდა და თქვა ისტორიული სიტყვები აფხაზეთი საქართველო რატო არის საქართველო აფხაზეთი საქართველო აი მითხრან აბა კიდე თქვენ ჩააყარეთ ერთი პლებისციტი და რამდენი პოლიტიკოსი გეტყვით ამას მე ძალიან ეჭვმეპარება რა უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ფუნდამენტალური სწორი პასუხი გასცეს მერთმა კნას რო ცდებოდა მაგრამ არ ცდები სამწუხაროდ და აი ამის ამხელა ერთიანობას დაშალა შენო თუ გახსოვთ ეს ერთიანობა შედგა მაშინ ტერმოყარი არ იყო ხო გაერთიანების ამაზე მეტი შანსი და პოტენციალი რესურსები რა გინდოდა მაგრამ არა იქაც მომენტალურად შეიტანეს დისონანსი და დააყვეს საზოგადოება და დღესაც აი ამის სურათია ამიტომ ამ მონაპოლის გარეშე ვერანაირი თანხმობა აქ ვერ შედგება, ვერანაირი ალტერნატივა აქ ვერ შედგება, ეგ არის გამორით. თუ შედგება გვითხრან, ოღონდ სტრატეგიულ საკითხებზე გველაპარაკონ ახლა რაღაც ჩუნ გადასახელები და რაღაც ეგრეთ წოდებული რაღაც შეხვედრები, აქ სერიოზული არგუმენტი არ არის. მე მინდა ეს რო გავითვალისწინოთ, ამიტომ ყველას მე ამას თხოვნით მიმართავ, რომ ეს გაითვალისწინონ და თუ უნდა შედგეს და მით უმეტეს ესენი ხელისუფლება ამბობს რომ ნეიტრალიტეტი გვინდა ჩვენ და კონფედერაციაზე უკვე პირდაპირ მინიშნებებია გზის გახსნაზე ეს ახლა ირანს რო დაარტყეს ამან დააბრკოლა იცოდეთ ეს თორე ამათ გადაწყვეტილი ჰქონდათ სარკინის ზოხნის გახსნა ირანზე მე ისეთი ინფორმაციები მაქვს რა ხა ტყუილა არ ვლაპარაკობ ესეთ რაღაცებს ამიტომ აი ამ კონტექსტში ყველაფერი უნდა დავწონოთ და ეს ხვალინდელი დღე რომელიც მოგველეს ჩვენ და რომელიც უნდა შევქმნა და ვინ უნდა შევქმნა სამართლებრივ პოლიტიკურ მსოფლმხედველობრივ ან სულიად და ამ კომპლექსური საკითხების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და კრიზისიდან გამოსვლის და კონკრეტულ სქემებს და მოდელებს თავაზობს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია თუ საზოგადოება პოლიტიკური პარტიები საზოგადოებასთან ერთად ეს სტუდიაც ეს პროექტიც ამას ემსახურება ყველაფერს თავი და ნებისმიერისთვის ეს ღია ვინც არ უნდა იყოს ეს სტუდია ამ თემაზე ნებისმიერ აქ აკრძალული და ხალხის ქვეშა ესენი დინებები და ესენი აქ ყავქეშა დინებები მოსატანის არ არის და მოგრძანდეთ ბატონო და ამ თემაზე თუ პოლიტიკაზეა ლაპარაკი პოლიტიკაზე მე ვერ ნახე ამათი პოლიტიკა პირდაპირ გეუბნებით ჩასაფრებული ადამიანი არა ვარ თუმცა ხიზელი გონება ნამდვილად გამაჩნია მე და ჩემ მეგობრებს შაზე არ არის ლაპარაკი ამიტომ მე მინდა თქვენც კიდე ამას რო შეხედოთ და მე გამოვიდეთ დღევანდელ დღეში აი რა პრობლემა უნივერსიტეტის თემაც არის აქ ახლა მე ამაზე მე ჩავერთობი მე და თქვენი დამოკიდებულება გამოხატო მაგრამ აი ამაზეც მინდა რომ თქვენ აი ხვალინდელი დღე კრიზისიდან გამოსვლა აი როგორ წარმოგიდგენიათ თუ გნებავთ პაუზის შემდეგ გააკეთეთ როგორ თქვენ გენერით ხო არა ნახეთ ბოლოს კენ ახსენეთ თქვენ ასეთ რაღაც რომ ამათ არანაირი პოლიტიკა არ გააჩნიათ და აი ამას არ პოლიტიკა გააჩნიათ ეს რომ აშხაბაჩი გამოვიდა და თქვა ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ეგეც პოლიტიკა არ არის საბოლოო ჯამში მე თვითონ მკითხავთ მაგრამ ნახეთ
რა მდგომარეობაში ვართ აი მაყურებელს კარგად რომ ავუხსნათ ანუ არანაირი პოლიტიკა არ გააჩნიათ ეს რას გულისხმობს და ძალიან სწორი აქცენტები და სვით და მე ჩემეულ ხედვას გეტყვით რას ცდილობდნენ და რეალურად სად არიან გაჭედილები. რეალურად დღევანდელი ქართული ოცნების პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა, ერთხელ თქვი ჰაერში ვართ გამოკიდებულები მეთქი, მაგრამ ჰაერშიც არ ვართ გამოკიდებულები, ნეტა ამ პლანეტაზე მაინც ვიყოთ, სადღაც კოსმოსში ვართ, უჰაერო სივრცეში გამოკიდებულები. გატყორცნილები. კი, გატყორცნილები ვართ, სად მივდივართ, კაცმა არ იცის, რა ნახეთ რატო. ქართული ოცნება ადგა და გვეუბნება, რომ ევროკავშირი არის ცუდი. ეს დასავლეთის მართავს deep state. მერე უცებ მოტრიალდებიან და არა ჩვენ ევროპასთან ინტეგრაცია გვინდა. მერე მიუტრიალდებიან ტრამპს აგინებენ და ლანძღავენ უკაცრავად გამოთქმებში, მაგრამ მეტი არაფერი არ ქვიან ყველაფერს. deep state-ს ეძახიან, მათი პროპაგანდა ამ სიტყვებს იყენებს. მერე უცებ ამბობენ ერთი წლის წინ მაგალითად 20 იანვარს აქციები უნდა დამთავრებულიყო და ტრამპთან უნდა დალაგებულიყო. ნახლა ტრამპს ლანძღავენ, ხო? ანუ დასავლეთთან აი ესე რო ვთქვათ, ხო? ანუ ვერც ევროპასთან დაარეგულირეს ურთიერთობა, ვერც ამერიკასთან დაარეგულირეს ურთიერთობა. ახლა ეს რატომ მოხდა ეს მეორე საკითხი არის, მაგრამ ფაქტია ვერ არეგულირებენ, ხო? ანუ გაჭედილები არიან აი ამ მდგომარეობაში. დასავლეთის ფრონტაზე ესე უხეშად რომ ვთქვათ, ხო? დასავლეთის მიმართულებით. ძურავ ვერ აქვს ერთ-ერთი ვისთანაც რაღაცა მეტნაკლებად ცდილობენ, ანუ უკვე ამ კაცსაც მობეზრდა ქართულ ოცნებასთან შეხვედრები იყო ორბანი, ხო? ეს ხალხიც დაიღალა უკვე და აღარავინ აღარ ხვდება. ვის ხვდებოდნენ? ორბანს ხვდებოდნენ, არ ვიცი. 21 ჯერ იყო ყობახეთზე ბუდაპეშტში. ატალახეს ორბანის კარზე იმ კაცსაც მობეზრდა უკვე და მე მგონი აღარ ხვდება, მაგრამ ნუ ორბანსთან შეხვედრას არები დაუკეტა. ხო, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ერთიანობაში, მაგრამ დასავლეთთან მოკლედ ვერაფერი ვერ გააკეთეს. ჩაიკეტა ეს სივრცე. და ნუ თან ლანძღავენ, თან ცდილობენ რომ ვითომ ურთიერთობა დაალგონ, ესეც ვერ გამოსდით. ცდილობენ თან ამას პოლიტიკური ვაჭრობით აი ტყვეებს გავათავისუფლებთ, ანუ ამ კანონს გავაუქმებთ თუ ანუ ამას გავაკეთებთ თუ იმას გავაკეთებთ. ესეც არ გამოსდით. ეხლა ნახეთ მე უკვე საით წავიდა ეს ყველაფერი. ანუ რუსეთის ნაწილზე ბოლოს მივალ. ნუ მეზობლები არიან მაინც და გინდა არ გინდა კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს. ახლა ლეგიტიმური ხარ თუ არ ხარ ლეგიტიმური, ნუ მაგალითად სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნუ გასაგები იქ არჩევნები დააყალბეთ თუ რაც გააკეთენ, ეს ერთია, მაგრამ ნუ პარტნიორი სახელმწიფო ხარ, აზერბაიჯანს თავის ნავთობის და გაზის გასტარებლად ეს ტერიტორია სჭირდება ჯერჯერობით მაინც. სომხეთიც იგივე მდგომარეობაშია. თურქეთსაც ეს პარტნიორობა სჭირდება. ნუ ამიტომ ცდილობენ ნელთვილი ურთიერთობა შეინარჩუნონ. ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ ამათთანაც ურთიერთობა გააფუჭეს და აღმოჩნდა რომ თურმე გარკვეული თვირთების გატარებაზე პრობლემები იქნება და ასეთ სიამტკბილობაში ვეღარ არიან. ანუ იქაც აზერბაიჯანშიც ატალახებული რომ ჰქონდათ კარი, ასე ვეღარ არის. რამდენიმე კვირის წინ ყობახიძე იმყოფებოდა თურქმენეთში, ხო სწორად თურქმენბაშტა. კი ბატონო, თურქმენეთში იმყოფებოდა და დიქტატორების შეხვედრაზე იმყოფებოდა, ანუ დიქტატორული, ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფო ლიდერები იყვნენ, იქაც ხელს არ ართმევდნენ. ანუ არც იქით იღებენ, არც აქეთ იღებენ. ანუ არც დემოკრატიული სახელმწიფოების კარზე აღარ იღებენ ამ ხალხს, არც იღებენ ავტორიტარული, ანუ წესიერად არ ესალმებიან ამაზე საუბარს. ახლა წავა დაჯდება, მაგრამ ანუ ასე ბიზნეს ფორუმებზე სიარული ხომ არა პრემიერ-მინისტრის საქმე, ხო? იქაც ვერ იღებენ. ახლა მივედით რუსეთთან. ანუ ვერსად ვერ მოერგნენ, ვერსად ვერ დალაგდნენ. ნუ იქით აღმოსავლეთში ჩინეთთან რომ, ჩინეთიც ახლა განელთბილ ურთიერთობას ინარჩუნებს. ჩინეთს იმდენად ჭირდები, რამდენადაც ევროპასთან გასასვლელი ხარ. კი ბატონო, მორჩა. ამიტომ ეს დაიხურა. აი ეს დალაგება ურთიერთობას, ანუ რასაც თვითონ დალაგებას გულისხმობენ. ახლა მივიდეთ რუსეთთან. ანუ იქ დასავლეთს აქვს ამის თავის ფასი, რომ შენ თუ ჩემთან გინდა კარგი ურთიერთობა ქონდეს, დემოკრატია უნდა ქონდეს სახელმწიფოში, ანუ ადამიანს არ უნდა აწამებდე, არ უნდა იჭერდე, ანუ რაღაც უაზრო კანონებს არ უნდა იღებდე. რავი, გინდა ჩემთან კარგი ურთიერთობა, მაშინ მოიქეცი ასე, კი არ გაძალებ კაცო. გინდა? რა ვიცი, აგერ ფასი არის აი ეს, ხო? ახლა რომ წავიდეთ იქ ავტორიტარულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ისინი ამას ბიზნეს თვალსაზრისით უყურებენ, ხო? რომ რაღაცა სათანადო უნდა შემოთოს, გავიგე რომ შენ გამტარი ხარ ამ რაღაცის, მაგრამ ვერ ჩაკეტავ იმ გზას. იმიტომ რომ პირველ რიგში შენ დაგარტყავს ეს. ანუ სავაჭრო იმათთან არაფერი აქვს შესათავაზებელი, არაფერი არ გაქვს იმათთან. ეხლა ნახეთ, მე წავედით, იქაც მანდაც გაიჭედნენ. მაგიტომ ეს შენსავე საჭიროებებში არის, რომ ის გზა იყო და გამტარი იყო. რუსეთს რა უნდა შესთავაზო?
აი ეხლა ისე რომ ვთქვათ, რუსეთს რა უნდა შესთავაზოს? გავიგე რომ ევროკავშირს ლანძღაო, ევროპას ლანძღაო, თქვი რომ არ ვიცი, ან უარს ვამბობ ევროპაზე, მე გამოხვედი მოტრიალდი და არა ჩვენ ევროპა გვინდა უცებ იძახი, ხო? მაგრამ ამასაც თლიანობაში თუნდაც აი საუბარი იყო მაგალითად კონსტიტუციის ცვლილება შეიძლება დასჭირდეთ, იმიტომ რომ 78 მუხლი შეიძლება ამოიღოს. 78 მუხლი თუ პრაქტიკულად არ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორია არის, თუ ეს პრაქტიკულად არ შესრულდა. ქართული ოცნების ხელში 78 მუხლი ანუ ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ასე ვთქვათ, აღრმავება ბუტაფორიად იქცა. ნეიტრალიტეტი ამ ქვეყანას, ხო, ანუ აი იმ გაგებით რაც ქართულ ოცნებას უნდა და ახლა კონსტიტუციაში ამას ჩაწერენ, ამოიღებენ თუ რას გაუკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ამას ისედაც აკეთებენ. ფაქტობრივად აი ამ ნეიტრალიტეტი რეალიზირებული არის, ხო, ეს ყველაფერი. და ახლა ამ ყველაფერში, ანუ დასავლეთთან ვერაფერი ვერ მოუღორი, ვერ დაალაგე, იქით აღმოსავლეთთანაც ვერ დაალაგე, ახლა გავიხედოთ ჩრდილოეთით. ჩრდილოეთით, ანუ რუსეთს რა უნდა შესთავაზო? რუსეთს რა უნდა შენგან? ხო? რუსეთს ამ ქვეყნისგან ჩემი მოსაზრებით რაც უნდა, უკვე წაღებული აქვს. ანუ ახლა ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, ისინი ფიქრობენ მე აქედან ეს წავიღე, ორი რეგიონი წავიღე. ხო? წაიღეს არასწორად, წაიღეს ეთნიკური წმენდით, წაიღეს ომით, ანუ მათ არ ეკუთვნის ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ყველა ნორმის დარღვევით, ანუ მათ შორის საკუთარი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების დარღვევით, ეთნიკური წმენდა მოაწყეს იქ. 2008 წლის ომზე ეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებითაც არის დადასტურებული, რომ ეთნიკური წმენდა მოხდა. ევროსასამართლოს მანდატი რომ გაწვდომ კიდევ ლისაბონის სამიწეს თუ გახსოვთ, პირდაპირ ჩაწერილია, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება დანაშაულებრივად არ იყენებს. კი ბატონო. ნახეთ, თუ გახსოვთ ლისაბონის კი 91-13 წლებში რაც მოხდა სამაჩაბლოში და აფხაზეთში ის რაც მოხდა ეს იყო ცალსახად საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ბუჩაში რაც გააკეთეს უკრაინაში ანალოგიური მოგვიწყვეს იქ. აფხაზეთში განსაკუთრებით უარესი მოაწყეს, მაგრამ თემა ნახეთ რა არის. ახლა ეს რუსეთმა რომ შეირგოს და ეს რომ მიიღოს, ანუ წავიღე მე ეს, ხელში მაქვს ჩაგდებული, ჩემი არა, ისინი ამ პოზიციით უყურებენ. ეს რომ იურიდიულად სამართლებრივად გაიფორმოს ესე რომ ჩვენი თანხმობა უნდა. ამას ერთადერთი რაღაც ჭირდება, შენი თანხმობა. ანუ შენ უნდა მისცე ამას თანხმობა. ჯერ კონფედერაცია და მერე დამოუკიდებლობა. ანუ იმიტომ იხდის ბიზნან, ნიკა მაგაზე ბოდიშებს. ბოდიშებს რატო იხდის? მაგრამ ნახეთ კონფედერაციასა და მაგრამ რუსეთი კონფედერაცია და ამას არ უყურებს. კი, მაგრამ რაღაც გასაგებია პირდაპირ უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამათაც დაარწმუნეს რომ ეს ეტაპი იქნება რაღაც, მაშინ შეიძლება დაფიქრდეს. ხო, ნახეთ, უბრალოდ ჩემი მოსაზრება ოდნავ განსხვავებული არის, რომ ანუ ქართულ ოცნებაში ამაზე საუბარი დაიწყეს და ეს ანუ დაგდებული იყო ეს თემა, რომ აი ეხა ჩვენ ესე რომ შევეცდებით, ანუ აი ევროპას მოკლედ ესე გავლანძღავთ თუ უარს ვიტყვით თუ რაღაც და იქ დავალაგებთ და კონფედერაციას გავაკეთებთ. რუსეთიდან ამაზე პასუხი რა იყო? ერთი წლის შემდეგ დავშილით რა ამ კონფედერაციას. არ მოგცემენ ამ კონფედერაციას. რატომ მოგცემენ? რუსეთის საფასური, რუსეთი პირდაპირ ამბობს, რომ აღიარე ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. რატომ უნდა მოგცე ეს კონფედერაციაში? ისინი პირდაპირ ითხოვენ ამის აღიარებას. აი ეს მაგრამ მან დიკა ესე მე ჩახედულიც ვარ, რა ადრეც იყო ურთიერთობებიც ჰქონდა, მე ბაგასთან შეხვედრებიც ჰქონდა, ბევრი ჰქონდა ადრეს და შემდგომ რა და ეგ მან რამოდენიმე ბანაკია, ერთი რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ ქორები ეგრეთ წოდებული, მეორე შედარებით ესეთი ზომიერი ადვესია. მე ანუ მოლდოვის მაგალითი მაფიქრებინებს რომ რუსეთს ეს უნდა უბრალოდ მხოლოდ აი ესე სათამაშოდ გამოსაყენებლად ვითომ შეიძლება რაღაცა კონფედერაციის ამბავი რეალური იყოს, ნეიტრალიტეტი და რაღაცა რეალურად არაფერსაც არ გაძლევს. არა რა. რეალურად არაფერს არ გაძლევს. ამიტომ წამოიწმუტუნეს თუ გახსოვთ, ხო? ამდენი დაგიყვეთ, ამდენ რისკზე წავედით, ამდენ სანქციებზე თქვენს გამო და იქნება რაღაც მაგრამ დაკოქსეს ესე თითი დაუქრეს. კი ბატონო, მე რასაც ვისმენ რიტორიკას მოსკოვის, ეს არის რომ აღიარეთ ეს რეგიონები. კი ბატონო, ამიტომ მთელი ამბავი ამაში არის რომ ანუ ერთადერთი შესაძლებლობა მართლაც ანუ აი თქვენ რაზეც საუბრობთ, მთელი სამართლებრივი გარანტიები არის იმის რომ ვერც ერთი სახელმწიფო ანუ ნორმალური სახელმწიფო ასაკები ახლა ნაურუს ფული გადაუხადეს და ამიტომ იქ სირია, ნიკარაგუა და ვენესუელას ნუ თავი ანუ მოკლედ იმათ სარგებელი ნახეს ამ აღიარებით ხო რუსეთისგან
ეს გავიგე გააკეთეს, მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, ერთადერთი რითაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, იქნება თუ შენ თვითონ გააკეთებ ამას. ამიტომ ჩემი ნებაყოფლობით კი რუსეთის თამასა ჩემი მოსაზრებით გადის და რუსეთთან დაალაგების, იქაც ან დაალაგები და ან ვერ დაალაგები, მაგრამ ჩემი მოსაზრებით გადის სწორედაც აი ამ რეგიონების აღიარებას. ამას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან კარგად იციან ამის ფასი რა იქნება. ამას ვერ აკეთებენ. ამიტომ ნახეთ, გამოვა მდგომარეობაში და ამიტომ რომ კოსმოსში გატყორცნილები არიან მეთქი. ჩრდილოეთით ვერ წავიდნენ, აღმოსავლეთით ვერ წავიდნენ, დასავლეთით ვერ წავიდნენ, სამხრეთითაც რაღაც გაიფუჭეს ურთიერთობა. ერთადერთი რაც აქ ამ შეიხებთან არაბებთან და დღესაც იქ არიან ჩასული და ქართული სუვერენიტეტი თავისი მიწათმლით, თავისი აი ამ რესურსებით დაახლზე დევს როგორც ასეთი და ძალიან იაფად. აი ამის გაკეთება შეუძლია. ეგეც ნახეთ ძალიან საინტერესო მომენტი არის. ეგ რაც ამ Eagle Hills-ის პროექტს რაც უკავშირდება, ანუ აქ რამდენიმე პრობლემა არის. ერთი რომ რეალურად რა გავეცით და რა მივიღეთ არავინ არ ვიცით. და შეიძლება სრული კატასტროფა მივიღოთ ამ პროექტთან დაკავშირებით არავინ არაფერი არ არის. ანუ კაცრავად ახლა მე საერთოდ არ ვენდობი იმ რეჟიმს და იმ კარგი თუ უნდათ ჯანდაბას მაგათ თავი უწოდოთ მთავრობა, ხო? მე ვერ დავუჯერებ იმ მთავრობას, რომელიც 2 წლის წინ თავის 2 წლის წინ იყო თუ 3 წლის წინ თავის პრემიერზე მეუბნებოდა რომ ასეთი კარგი პრემიერი მეორე არ ყოლიათ. ყველა პრემიერზე იგივე დაიმახეთ თან მგონი. მეუბნებოდნენ რომ ასეთი კარგი პრემიერია ჩვენ არ ყოლიაო და საიმიდან თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ არ ვიცი აღმოჩნდა რომ თურმე ამაზე ცუდი პრემიერი არ არსებობდა. ახარიაზე ეგ დაემართათ ღარიბაშვილზე ხო ნუ რა ვიცი რა და თურმე ასეთი წესიერი კაცი მეორე არ ყოფილა და აღმოჩნდა კორუფციაში იყო არ ვიცი ჩაფლობილი ღარიბაშვილიც და მთელი მისი გუნდიც ხო გახარია ის აღმოჩნდა თვალთხარი აღმოჩნდა თვითონ ვეძახიან ასე კი ბატონო თავშესაფარი კვირიკაშვილი ცუდი აღმოჩნდა არ ვიცი ნუ ერთი ბახტაძეზე არ ამბობენ არაფერს იმიტომ რომ ნუ არ ვიცი ის არც არაფერს არ წარმოადგენდა ანუ პრეზიდენტები აირჩია შენ მეუნებოდი ასეთი კაი პრეზიდენტებია ლანძღვით დაამთავრეს ვინც კი ვინმე დასვი კომუნისტების ხელწარა მეტი კი არაფერი იყო ხო მე ვიღაცაზე გადაბრალება გჭირდება შენი უნარობის და უმოქმედობის და ნუ არ ვიცი იმის რა ქვია ხრუშოვის დროს აღმოჩნდა სტალინი ყოფილა ცუდი ნუ სტალინის დროს იყო და მანამდე ასე ვთქვათ ლენინი იყო ცუდი და ნუ ასე შემდეგ ხო ანუ წინა მართველებს რომ შემდგომი მართველები მოკლედ მიწასთან ასწორებდნენ აი ასეთ რაღაცას ვიღებთ ახლა აქაც არ ვიცი ერთ დღესაც შეიძლება აღმოჩნდეს რომ კობახიძეს დაუღუპავს ეს ქვეყანა და შემდეგი პრემიერი არ ვიცი ანგელოზი არის ხო ვისაც ივანიშვილი დანიშნავს ასეთი რაღაცაც შეიძლება მივიღოთ ანუ მეტი რა იყო ის საბჭოთა კავშირი მეტი რა იყო ის უბედური კომუნიზმი ხო და აი ამაზე მივიდოდ როგორ უნდა დავუჯერო მე ამ ხალხს რომ რაღაცა არის კარგი სიტყვაზე რატომ უნდა ვენდო რამდენიც თქვენს რომ რაღაცა კარგი იყო იმდენი მოიტყუეს ამდენი წელი მაგას ვსაუბრობდით რომ ქვეყანა კორუფციაში ხრჩობა ამდენი წელი მაგას ვსაუბრობდით რომ ანუ ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში ფულს იპარავენ ჭამენ ვინ აღმოჩნდა და ეს ხალხი არაო შენ ნაცი ხარ ტყუილს ამბობ ახლა ვინ აღმოჩნდა მტყუანი და ვინ აღმოჩნდა მაგრამ ხო აღმოჩნდა რომ მე უყოფილ ვარ მართალი და შენ გვატყუებდი თურმე რატომ უნდა დაგიჯერო ახლა მე შენ სიტყვაზე რომ არ ვიცი Eagle Hills-ის პროექტი არ ვიცი საერთოდ ან ეს ან განხორციელდება ან არ განხორციელდება ეს მეორე საკითხია მაგრამ რის ფასად ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა გვიჯდება ეს ყველაფერი ანუ აი იგივე მაგალითად ნუ ნამახვან ჰესთან დაკავშირებით რაღაც კონტრავერსიული დამოკიდებულებები იყო აღარ მინდა მის დეტალებში ჩავიდე მაგრამ 400 მილიონი ზარალი გადასახდელი კი ბატონო რამდენი მილიონი ვიზარალეთ ეგ ვის უნდა მოატანინო ერთად რამდენი ვიზარალეთ ანუ გავიხსენოთ ძალიან ბევრი ვიზარალეთ მაგრამ უბედურება რაში არის რომ ვიზარალეთ იმიტომ რომ საზოგადოებას ვერაუხსნეს ამ ხალხმა რა ხეირს ნახულობდა ქვეყანა აი ამ ჰესით და რის ფასად ვაშენებდით აი კიდე მიშალ ბუას გამოყანა და მესამე წრეზე წავიდნენ ამ იმით რა დაშინების სიმპტომით ხო ნუ არ ვიცი ახლა იმის ამ ბუას შექმნით ახლა ნუ ნახეთ რომ ნუ არ ვიცი თავის დროზე მიშა იყო ბუა მე ნუ აღმოჩნდა რომ რა ვიცი ევროპა არის ბუა და ნუ არ ვიცი უნდა გაგვათხოვონ თურმე ახლა ამბობენ რომ არ ვიცი აგენტებით არის ეს ქვეყანა საოცე და ქვეყნის მტრებით და არ ვიცი ტროტუარზე დგომა ყოფილა თურმე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი დანაშაული ცოდვა ну ცოდვა და არ ვიცი ანუ არ ვიცი უბრალოდ დავფიქრდეთ ხო ანუ აი თითოეულმა ჩვენგან აი ვინც გვიყურებთ ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო თქვენი პირველადი პრობლემა რა არის
თქვენი პირველადი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც რუსთაველზე ტროტუარზე დგას და იქ ვერ გადიხართ, არ ვიცი, თუ გინდათ მოგზავნით გაიარეთ, არავინ არავის ხელს არ უშლის სიარულში, ხო? პირველადი პრობლემა რა არის? პირველადი პრობლემა ის, რომ რუსთაველზე ტროტუარზე ვერ გადიხართ, თუ პირველადი პრობლემა ის, რომ საკვები გაგიძვირდათ რამდენჯერმე და ანუ ახლა შექმნეს რაღაც სამთავრობო კომისია, ეგრევე იკვლევენ ხო, ანუ მასე პურის ფას გაძვირებას. პირველ მიზეზებს. კი ბატონო, პურის ფას გაძვირებას იკვლევს მე წელიწად ნახევარი და დაადგინეს რა დაადგინეს, ვერც არაფერი ვერ დაადგინეს, ხო? დიახ. იკვლევენ ამ რაღაცეებსაც, ხო? არ ვიცი რა არის ჩვენი პირველადი პრობლემა? პირველადი პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანაში ვეღარ ვარსებობთ, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბიან, ხო? ანუ არ ვიცი, იღებენ იმაში ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებას, რომ ისე რომ არავის არ ელაპარაკებიან, ყველა ქვეყნის მტერია. ეს ხომ არის პარანოია, ეს ხომ არის სიგიჟე. ანუ როგორ შეიძლება რომ ნახევარი ქვეყანა ყავდეს მტერი, ხო? აი საკუთარი პარანოის სვერპლი არ აღმოს და სუსეს უფროსის და ღარიბაშვილის, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომლებიც არ იყვნენ დასაქცირებული სხვა მთავრობის წევრებისა და უგვირგვინო მეფეებისგან განსხვავებით. ხო ეს იყო მთავარი. ხო, ანუ აი რა ვიცი, რამდენიმე წლის წინამდელ ამბავს ვიხსენებთ სხვათა შორის დღეს და ანუ აი მართლაც დებატებზე ლაპარაკობენ ეს ხალხი. აი ყველაფერს ვცდილობდით მართლა სხვათა შორის მაშინ თავის დროზე საერთოდ 4 წლის წინანდელ ამბავს ყვები, თავის დროზე მე მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ნაწილისგან საზოგადოების ქართული ოცნების მიმართ ბევრი კრიტიკა მივიღე მე თვითონაც, რომ ანუ ამ ხალხთან ამდენ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ანუ ქონდა თუ არ ქონდა აზრი, ვიცი რომ აზრი არ ქონდა იმათთან ლაპარაკს, მაგრამ ვცადეთ. არაერთხელ ვცადეთ. დისკუსია შესვლა, დებატი იყო თუ სასამართლო რეფორმა იყო, არჩევნები იყო თუ ასე შემდეგ. ყველა ასეთი მცდელობა დავასრულეთ შეურაცხყოფით, მათი მხრიდან ახლა მე არავისათვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფებით, დავასრულეთ ლანძღვით, გინებით, ამ შეურაცხყოფებით, სხვადასხვა რაღაცების ზახილით, იმით რომ უბრალოდ ეს ადამიანები არც კი გვისმენდნენ და არ ვიცი, ანუ აზრი არ ქონდა უბრალოდ ამ ადამიანებთან ლაპარაკს. ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას. ეს საზოგადოებას ვაჩვენეთ თავის დროზე, რომ რაც არ უნდა ელაპარაკო ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი აქვს, ახლა გამოდიან და მეუბნებიან, რომ იმაში პოლიტიკურ დისკუსიაში შემოწესო. და თან იმას მეძახიან, რა ქვია, მტერს და მოღალატეს მეძახიან და თან ანუ რა მახსენდება ხოლმე, იცით, ნუ საზოგადოებას ეცოდნენ შალვარამიშვილის სკეჩი, რომელიც სახეშორში აფურთხებს აგინებს ადამიანს და თან სტაბილურობაო რომ ეძახს. ახლა არ ვიცი, ანუ ამ მდგომარეობაში ჩავიგდო მე თავი, თუ არ ვიცი, ვინ უნდა ჩაიგდოს, რომ ერთი პირით მლანძღავდნენ და მაგინებდნენ და მერე გვერდით დამისვან, არ ვიცი, ხალხი, რომელიც ანუ აგენტს მეძახის, ხო, თუ არ ვიცი რაღაცას და ჩემ მეგობრებს, ჩემ კოლეგებს ეძახის აგენტებს და თვითონ არ ვიცი, პაპუაშვილი იმაში მუშაობდა, ხო, საერთოდ გერმანიაში. სურათები დადეს, კაცო, ყობახიძისიც და იმის სურათები. რამდენი მუშაობდნენ, რამდენი. სად არის ეს დისკვალიფიკაცია 8 წლიანი? არ ეხება? ან ესე დისკვალიფიკაცია. ზოგმა ისე მიიღო, რომ თქოს მე რაღაც კრიტიკაში გადავდიოდი, მაგრამ ამას კრიტიკისთვის ამ უბრალოდ ფაქტად ვამბობ. კაი, გავიგე. აგენტებს ებრძვი და ვინ ებრძვის აგენტებს? ისევ აგენტები ებრძვიან აგენტებს? თუ როგორ არის ეს ამბავი? ანუ მაგალითად ისე ჩემი აგენტები და სხვისი აგენტები. ანუ პაპუაშვილისთვის შეიძლება პოლიტიკაში მოსვლა და ჩემთვის არ შეიძლება პოლიტიკაში მოსვლა. ანუ მე არ მეხება ეროვნულაცები, მაგრამ ჯანდაბას. თუ როგორ არის ეს ამბავი, რომ არ ვიცი, ნაცებს რომ ებრძოდნენ, ხო? ანუ ეხლა მე არ ვიცი კრიტიკაში არ ჩავდივარ, მაგრამ ისევ ამბობ. ანუ ნაცებს ვებრძვით, მტრის ხატი რომ შექმნეს და არ ვიცი, ბუზიდან სპილო რომ გაბერეს, ხო? ნაციონალურ მოძრაობაში მაშინდელი მაღალჩინოსნები სადღა არიან დღეს, არ ვიცი, იმდენი აღარ არის დარჩენილი, არ ვიცი, მე მგონი საერთოდ აღარ უნდა 70% გადმობარგდა აქეთ. ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ნაცი არის მაშინდელი ვიდრე ეხლა. პროცენტულად რო შეადარო. პროცენტულადაც და რაოდენობრივადაც. 2012-მდე ვინც იყვნენ ნაცმოძრაობაში, ისინი სადღა arიან ნაცმოძრაობაში, არ ვიცი, მათ რა ვიცი, წამლად ერთ-ორ კაცს თუ იპოვი, ხო, ასეც, ვინც მაშინ იყვნენ 2012-მდე ნაცმოძრაობაში და დღესაც არიან. ძალიან ცოტა არის ასეთი ადამიანი ქართულ ოცნებაში. ნაცებს ებრძვიან ვინ? ნაცები. აგენტებს ეძახიან ვიღაცებს და ვინ ებრძვიან? აგენტები, ხო? ანუ მათივე ტერმინები რომ გამოვიყენოთ. ანუ ეს ხალხი, არ ვიცი, საზოგადოებას რაღაცა ის ბოლი შექმნეს, რაღაცა ის ლიბრი ჩამოაფარეს თვალებზე საზოგადოებას და ცდილობენ რომ ყველა სიტყვაში იტყუებიან.
აი პაპუაშვილის მაგალითი ავიღოთ, ანუ ამბობს რომ არა მე NGO-ში არ მუშაობდი და სად მუშაობდა გერმანულ ორგანიზაციაში მუშაობდა. ანუ მე უცხოური ძალის გავლენის აგენტი კი არა, უცხოური ძალა ვიყავი. ყველაფერს თავეთ მაგათი ლიდერი და უგურგინო მეფე თუ რაც ქვია მაგას რა მოთამაშე წოხნელი თუ ვინც ქვია რა ნახა. ხო, საიდან აქვს იმ მაგარო თქვა პირველად ვარდების რევოლუცია რო იყო, სოროზე გაცილებით დიდი ფული მე დავდევიო. რამდენჯერმე ხო აქ ნათქვამი. ხო? რამდენჯერმე ფირებიც არსებობს ამის შესაძლოა მაშინ რატო ის მუხლი რატო არ უნდა მიუყენო ამ ადამიანს და იგივე ასე ვთქვათ მარცხაჯულება რატო არ უნდა ახდეს მაგას. ახლა 10 წუთი დაგჭა დაახლოებით და მინდა 1-2 სიტყვით ამ კაცებს თქვა, ეს კაცი რაღაც მართლა ჩვენი კარმაა რა, როგორც ინდუელები იტყვიან და ეთქობა რაღაც ესეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი ისტორიაში ღვთაებასთან და ისტორიაში, რომ რაღაც გამოსასყიდი და რაღაც განსაწმენდელი მოგვევლინა ზედა იერარქიიდან, ალბათ თორე სხვანაირად მე ვერ ახსნე ახლა. ის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, მილოშევიჩის, კარაჯიჩის, მლატკო მრადიჩის, ასე ვთქვათ, ისტორია არ იცის, სხვათა შორის მილოშევიჩმა იმასთან ხელშეკრულება რო დადეს ბოსნიის საკითხზე, იმას პრეზიდენტი რო იყო კლინტონთან ერთად, კინაღამ დეიტონის ხელში კინაღამ ნობელის პრემია მიიღო. ცოტა დააკლდა რა მაშინ სამში გავიდა წელიწადნახევარი ისე აირია იქ ვითარება სხვადასხვა ფაქტორების გამო რომ შემდგომ ჰააგის იმაში აღმოჩნდა ეგეც მლატკო მრადიჩის და ბოსნიის პრეზიდენტი კარაჯიჩი. კარგი ეს ესეთი შედარებით წარსულში. ახლახან რასულ ახლახან პლახატნუკი რო იყო ხო მოლდავეთის გაცილებით დიდი ფინანსებიც ჰქონდა, გაცილებით დიდი რესურსებიც ჰქონდა. პირველ სიგნალზე წავიდა მიატოვა იქაურობა, იგივე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ბიზინა ივანიშვილს. წავიდა შემდგომ ამასგან განსხვავებით ბრიტანეთში ჩავიდა, ეკონომიკის გადარჩენა მოინდომა, რაღაც ისინი ჩაიდინა ოპერაციას. შემდგომ სტამბულში ერდოგან შეუერთდა იქ რაღაც კომპრომისულ ვარიანტებშიც იყო, კაი ხანის სხვათა შემდგომ ესე ამერიკაში დაბრუნდა და შემდგომ იარა წრეზე, შემდგომ საფრანგეთში და იქ ამერიკელებს შეხვდა და ამერიკელებმა მარცხაგი გადარჩეს კიშინევში სახლა როგორც ასე. მანამდე კიდე რაღაც ერდოგანის და ესენი გამახსენდა, მე მახსოვს ერდოგანმა რო დაიჭირა ამერიკელი პასტორი, პირველი ის იყო პრეზიდენტობა, მაშინ მახსოვს, კარგად მახსოვს რა, დაიჭირა რა, მან ხო მარცხაჯულება და რაღაც იურისდიქცია ძალიან სპეციფიურია და მუსულმანური მინა ძალიან ესე შეფარეთ იცია თითქოს და რაღაც დასავლური ესეა და სინამდვილეში მან ბევრი ლაფსუსებია რა. და დაიჭირეს ეს ადამიანი და ტრამპმა სანქციები იმას აქნა კაცრი სანქციები დაუწესა, მაშინ მახსოვს და 1-2 კვირაში გამოუშვა ეს არის. ანუ რატო გამოუშვა, ომს კი არ დაუწყდა, მაგრამ თურქული ლირა დაემსგავსებოდა რაღაც ქაღალდის ფურცელს, როგორც ასე. ამიტომ ამას იმიტომ ყვები რაღაც ამათ გასაგონა თუ არ ვიცი ამათ რა წერას და წერას აპანელი თუ დასაკლავი იმისეთ გამზადებული არიან. იგიმენდოს სოფელსა ვინცა თავის ამ ტერიტორიულ რუსტველმა რო თქვა, ეგ ეხებათ ზედ გამოჭრი. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა ამ კაცის ირგვლივ თორე არანაირი ოცნება აქ არ არსებობს რა. ეს ის იმპულსები, რაღაც მანიაკალური წარმოსახვები და რაღაც შიზოფრენიული რაღაც ისინი და მთელი ქვეყანა ძევლად აყავთ, აყვანილი იჭერენ, უშვებენ, ამ დროს ზიამაღლობებს და იმას ლოკის გაზეთლების გამო ხელასაჟეს აძლევენ. უკაცრავად მე ყველა გადაცემას ვიწყებ პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების სოლიდარობით, გამოშვებით მათი უფლებების დამხრევ თქვენ კიდე განსაკუთრებული ისა გაქვთ, მათი წარმოადგენლები აქ ხშირად არიან და ეს კარები ღია არის ყოველთვის მათთვის. აი მინდა რომ აი ამ ჭრილიდან ცოტა მოკლედ რომ შეხედოთ თქვენ და მე უკვე ხვალინდელი დღესაც რო გადავიდეთ. დრო ცოტა გვაქვს ძალიან თოთ ლაკონი. ხო, რთული ამოცანა. ძალიან რთულია, მაგრამ უნდა შეძლოთ. თქვენ შეგიძლიათ ესეთი. რთული ამოცანა დამისახეთ. აი მე კიდე მოგიწევ და ამაზე გვექნება. პირობას გაძლევთ. კი ბატონო, რთული შემაა, რა თქმა უნდა. ხო, თან ფსიქიატრიული ვითარება არის ასკავად. ხო, სამწუხაროდ ქართულ მოცემამ ამ რაღაცა პარანოიდულ და სოციოპათიურ მართლობაში შეგვიყვანა და ჩაგვითრია უბრალოდ ფსიქოპათიურ რეალობაში შეგვიყვანა
და ანუ აი მიგვათრევს აი ამ ყველაფერში ანუ ეს ხომ არ არის ნორმალური რომ ანუ ყოველ დღე საზოგადოება ასე დაძაბულ მდგომარეობაში იყოს და მტერი დავიჭირე უცემე დავაჯარიმე ანუ ეს ხომ არ შეიძლება ხო ანუ და კიდევ უარეს გიმზადებთ ამბობ გრანტებზე ვინც იმას იზავს და თუ ძმას გამოუგზავნა ამერიკიდან თუ კიდე კანადიდან იქაური მოქალაქე თუ არის და თავის ძმას აქ თუ გამოუგზავნა თუ გამხილეს ამ იმაში გაგიშვებენ ორი წელი ახლა რას ლაპარაკობენ ერთია მეორეა რას წერენ ხო ანუ მართლა ანუ ეგ ფაქტობრივად მექშინარზე აქვს კანონს ამიტომ მე არ ვიცი მაინც არ ვიცი ეს ოპტიმისტი ვარ თუ უფრო რეალურად უყურებ ამას მე არ ვიცი მაგრამ მაინც შევიცდებოდი რომ ეს რაღაც უფრო ოპტიმისტურ ჭრილში დამენახა თუნდაც აი ეს დასასრულისკენ უარყოფითი რეალობა ნახეთ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ აი ადამიანები 430 დღეზე მეტია ქუჩაში არიან რაღაცა აპროტესტებენ ანუ შედეგი თითქოს არაფერი არ არის ხო ანუ აი რა აზრი აქვს რაღაც მე მაგალითად მგონია რომ არაფრის კეთებაზე მეტი აზრი რაღაცის კეთებას აქვს ხო მაგრამ თუნდაც ის რომ ქართული ოცნება აი ამ მდგომარეობაში არის და ვერ დაიკანონა ის თავისი ძალაუფლება რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს არ უხდის, სწორედ იმ პროტესტის დამსახურება არის, რომ ეს არის სიმბოლო იმის, რომ საუბორჩილებლობის თავისუფლება და მერაბ კოსტავას სულის კვეთების მოდი ესე. კომენტარების სიმბოლო არის. ნახეთ, ამას რამდენიმე სიმბოლო აქვს, მათ შორის ერთ-ერთი ეს არის, რომ ანუ აი დავსვით აბაკითხვა, რატომ არ აღიარებენ არავინ არ ელაპარაკებათ, ხო, ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მაგრამ ნახეთ აქ მეორე მომენტი რა არის რომ აი თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაციაზე რომ ვთქვათ ანუ წარმოიდგინეთ რომ ამ ქვეყანამ შეირგო ეს დიქტატურა ხო ანუ ხალხს არავინ არ იღებს ანუ უკაცრავად და ეს ევროკავშირი ზიტყვის რომ უკაცრავად რაში მჭირდება ესეთი პარტნიორი ხო ის ვიზა ლიბერალიზაციაც მე ან გექნება ან არა მათ შორის ამაზე კარგად დაფიქრდეს საზოგადოება რომ თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის აი მონოპოლია რაც ქონდა ისტორიული ქვეყანას და დღემდე რომ ინარჩუნებს იმის დამსახურება რომ საზოგადოება არ ყრის ეგუება მონობას მონობას ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის და დემოკრატიისთვის იბრძვის ხო ანუ აქაც შეიძლება ჩვენ განსხვავებული ხედვები ქონდეს რაღაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ ეს არის მრავალფეროვნება რომ ანუ სხვადასხვანაირი ხედვები გაქვს და ამით თან ამ ხერავს ყველაფრის შემატყების უბედურობის და რა ვიცი ციხეში გაგზავნის და ანუ აი ამდენი 4 შვილის დედა და 9 შვილის დედას რო დაიჭერდა მხოლოდ იმის გამო რომ ეგ რაღაც ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმში არ მიდის და ჩვენებას არ აძლევს ეს რაღაც. ხო, ამიტომ მე ასე დავინახავდი რომ დღეს რეალურად რაღაცა არ შემდგარი კომიკური დიქტატურის პირობებში ვართ, ივანიშვილის კომიკური დიქტატურის პირობებში ვართ, ანუ ვერავინ ვერ მომიყვანს ამ პლანეტაზე, არ ვიცი, სადმე სხვა რამე რეალობაში თუ სხვა პლანეტაზე, არ ვიცი, სადმე თუ არსებობს ასეთი მოცემულობა რომ ანუ ადამიანს თავი გონია დიქტატორი და ის ვიღაცის ზურგს უკან იმალება და თავს დიქტატორად აცხადებს, უნდა რომ დიქტატორად გამოაცხადოს, მაგრამ ვიღაცას ეფარება ასეთი რაღაც მე არ ვიცი რა. იგივე მილოშევიჩი და ისინი რომ დავასახელეთ, კაცო, ისინი თავიანთ ომში ომობდნენ და სისხლი დაღვარეს და რა ვიცი. იგივე ჩვენ წარსულში ნიკა რამდენი იყო გვარდია, მხედრიანი უბედურობებია გაკეთებული, მაგრამ დიდი სვერპლი გაიღეს მაგათო აფხაზეთის სამაჩაბლოში იბრძოდნენ 700 და 800 ბიჭი დაკარგეს მხედრიონმა მაგაზე კარშმე ვერაფერს ვერ მათქმევიდნენ მაგრამ მე ვლაპარაკობ ფაქტს ანუ ამათ არაფერი არ აქვს გაკეთებული ამიტომ აი ვიღაცას ვეფარებოდა და დიქტატორი იყო ასეთი რაღაც მე არ ვიცი არ მახსენდება არ ვიცი თუ ვიღაცას ასეთი ერთი მაგალითი გახსენდებათ გამითხარით ანუ კომიკურ დიქტატურას ამიტომ არ შემდგარი კომიკური დიქტატურა ანუ კარგი ტერმინი შეარჩიეთ ამიტომ აი ასეთი დიქტატურები უბრალოდ დიდხანს ვერ ძლებს ანუ ამ ფორმებია რა შეუძლებელია რომ საზოგადოება აი ასეთ ტერორში ყავდეს ასეთ დაძაბულობაში ყავდეს აი ამდენი ხნის განმავლობაში ეს უბრალოდ შეუძლებელი არის და შეუძლებელია ის რომ აი ამ დაძაბულობამ ბუნებრივი სახე მიიღოს და ეს ბუნებრივად იქცეს ეს ყველაფერი ანუ ამ ქვეყანას ასეთი გამოუვლია და ეს უბრალოდ არ ვიცი ვირუსივით არის ეს არის სახადი ხო ვირუსივით არის სახადივით არის რამაც შეიძლება ძალიან გართულდეს მაგრამ საბოლოო ჯამში ორგანიზმი ძლებს იმიტომ რომ ეს არაბუნებრივია ჩვენნაირი ქვეყნისთვის ჩვენნაირი საზოგადოებისთვის არაბუნებრივია რომ ასეთი ანუ ასეთი პარანოია აი ამერიკელი პოეტი ფილოსოფოსი რო ემერსონი მაგას გენიალურად აქვს ერი მარადეული ცნობა ეს არ დაიღუპება
არადიულია თუ თვითმკვლელობა არ ჩაიდინა. აი ჩვენზეა რა. თვითმკვლელობა იქნება თუ ბრძოლა შეუწყდება. აუცილებლად. დასასრულისკენ მივდივარ და 1-2 სიტყვით მე და ოღონდ გთხოვ ძალიან მოკლედ რა. მე ახლა პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაქვს მე დამთავრებული რა, როგორც ასეთი საინჟინრო ფიზიკური და სახელოვანი ადამიანები მასწავლე და თუნდაც ამბროსი რუხაძე და ძალიან სერიოზული ხალხი ისტორიაში, ლიტერატურაში. მრავალი რა, როგორც ასეთი. აიხნესენ იყო ეს შემდგომ ახლა მოხდა მან რაღაც ტრანსფორმაციები, ეს აბსოლუტურად გაუგებარი რაღაც არაორგანული და რაღაც კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილები ისე რომ რექტორებს და ემეებს რო არ აუწყებს არც ერთს და არც მეორეს, არც პედაგოგ, არაფერი არ გაინტერესებს, მომავლის ხედვა როგორ არის, რა სპეციალობა გჭირდება, რა თვით ორგანიზაცია გჭირდება, რა საჯარო მით უმეტეს ყობახიძე ერთი კვირისედის არზეიმით გამოვიდა და გამჭირვალეობას ვიწყებდა და დისკუსიას ვიწყებდა და ამათი დისკუსია ერთი კვირის საფნეს ბუშტევით გასდა მით უმეტეს ერთი კვირისიდან გამოსული იყო პარლამენტში თვითონ იქ და განათლების სისტემაზე იყო ლაპარაკი და ერთი სიტყვა არ დაუძრავს ასე ვთქვათ იმ მომავალი გადაწყვეტილების შესახებ რაც მოულოდნელი სიურპრიზის სახით ასე ვთქვათ გაუძღა. ამიტომ ჩემი მხრიდან სრული სოლიდარობა ამ ადამიანებს ერთი რიგითი ადამიანი დამთავრებული სადაც დამეძახებთ იქ მოვალ ეს სტუდია თქვენთვის ღია განათლების სისტემა ხელოვნური ინტელექტი ამდაგვარი რაღაცეები სადაც ჩინეთმაც კი დაავგენ პარალელურად როგორ უნდა ხდებოდეს ანუ ეს ხო სამყაროს და ცივილიზაციის მონაპოვარზე უნდა იყოს აწყობილი განათლების სისტემა და ოღონდ ყველა სახელმწიფოს და ეთნოსის ასე ვთქვათ ნიუანსის და სპეციფიკის გათვალისწინებით ეს განსხვავებაა ცივილიზაციებში, სხვა განსხვავებები არა. ამიტომ ამაზე ძალიან მოკლედ მინდა რომ გთხოვო. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, მე ვერასდროს ვერ ვენდობი იმ გადაწყვეტილებას, ანუ აი ყველაზე რბილად რომ თქვით, ვერასდროს ვერ ვენდობი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სადღაც რომელიღაც გაუგებარ ოთახში არის მიღებული ისე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. შენივე დანიშნულ რექტორს არ აუწყებ ამას და უხერხულ ვითარებაში აყენებ იმასაც, GPS-იმასაც და სახელმწიფო ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსეს. ვერავინ ვერ გაიგო ერთი მიზეზი, ვერავინ ვერ გაიგო რატომ გააკეთეს სხვა, ვერავინ ვერ გაიგო რა შედეგს, რა კარგ შედეგს მოდი რატომ ან გავიო რომ შეაერთე და ეს შედეგი არის რაღაც, მაგრამ ეს შედეგი წინ რატომ წაგწევს ვერავინ ვერ გაიგო, ანუ რა უკეთესობას მოუტანს, ან უნივერსიტეტს, ან სტუდენტებს, ან არ ვიცი ქვეყანას, ან არ ვიცი. პირველმა არ ეცეს უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის და სხვას როგორ ეცოდინება. არ წაიღოს ვაკითხავს, არ ვიცი, თუ გიპასუხებ. ამიტომ სრული გაუკიდევი მეორე სოლიდარობა სრული ამ ადამიანებს ჩვენი ეს სტუდია, ეს პროექტი და თლიანად ეს ტელევიზია ღია არის მათთვის აბსოლუტურად აი ამ თემებზე კონსტრუქციულად გამჭირვალედ მასშტაბურად და ასე შემდეგ და მინდა რომ აი ამ ოპტიმიზმით აი დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ჩვენ ხელის ჩამოშვების უფლება არ აქვს ამ მერაბ კოსტავას ზუსტად გამსახურდია შეწირული ბიჭების აფხაზეთში და სამაჩაბლოში და კიდე სხვა ასე ვთქვათ ომებში ახლა ხან დაღუპული ესენი რუსებმა რო დახოცეს გინდა გინტური გინდა რა ის რა თელი ესენი რა ამ იმას გამოსყიდვა ჭირდება უნდა გამოვისყიდოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ეს მოხდება მხოლოდ მერაბ კოსტავას სულისკვეთებით როგორც ასეთი ღირსეული ადამიანი და ივანე ჯავახიშვილმა თქვა გენიალური, როდესაც ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთმა დაარღვია და სხვათა შორის ამად გასაგონად ლაპარაკო, მაშინ ნეიტრალიტეტი ჰქონდა საქართველოს გამოცხადებული, დღეს რო თავს იკრავენ ამ ნეიტრალიტეტზე და პირდაპირ სტუდენტებს მიმართა, რომ ახლა დამთავრდა სწავლა და ფონზე ასე ვთქვათ, უნდა დაიცვათ ქვეყნის საზღვრებიო. ხო, გახსოვთ ისტორიული სიტყვებია. ომი როგორც განათლების სისტემაშია, ისე საზღვარზეა და ესე ყველგან არის რა, თითეული ადამიანის სულში არის რა, როგორც ასეთი. მინდა მადლობა მოგახსენოთ და 1-2 სიტყვით ბრძანეთ და გავამთავროთ ამით. თუ მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის და მე მაინც უკეთესი იმედად ვარ იმის იმედად, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის მოიტანს რა თქმა უნდა შედეგს. ეს მდგომარეობა ამ ქვეყნისთვის არ არის ბუნებრივი და ვერ იქნება ბუნებრივი. ანომალიურია, არ შეიძლება უბრალოდ აი ერთ წუმპეში ვიყოთ ჩარჩენილები და გაყინულები ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მოსახლეობას ჭირდება წინსვლა.
და სწორი გადაწყვეტილებები ამ წინსვლისთვის და ეს აუცილებლად უნდა იყოს. Ფურო ჩვენი შვილები და ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, ხალხი ხო ერთად ვერ წავ. ბოლო დაფიქრდეთ თავიანთი შვილების მომავალზე. ამ ქვეყანაში აღარ იქნება ეს დაპირისპირება, აღარ იქნება ეს შუღლის გაღვივება, ეს არ შეიძლება. ერთი ოჯახი ვართ და ერთი საქმის კეთება გვჭირდება. ერთად ვინც ამ ქვეყანაში ვიღაცას აპირისპირებს, ეს არის ისევ და ისევ ქართული ოცნება. ეს პარტია არის, რომელიც ამ ქვეყნის თავარი პრობლემაა. და სწორედაც ეს არის სათავე. ამიტომ მე მგონია მშვიდობიან ბრძოლას ექნება აუცილებლად შედეგი. მეც თავიდან ბოლომდე გიერთდებით ამ იმაში. ის რაც მოხდა ძვათაკლელი ომის სახელმწიფო გადატრიალებები ჩვენ დროს, სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება, ამას მოყვა ენით აღუწერელი, ასე ვთქვათ, გამოვლენებები, ნეგატიური, საბედისწერო, რაღაც დანაშაულებრივი და ვერ მოვეკეცეთ რა, იმ კალაპოჩი ვერ დავბრუნდეთ, სადაც აი ესეთი დინარე არის რა, აუმღრეველი და ნათელი და კარა და ასე შემდეგ. ამიტომ ამ შედეგების ლიკვიდაცია იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ, არის ქვეყნის უმთავრესი ამოცანა და იმედია, რომ ეს ახალგაზრდები, ეს გამოცდილება, ეს ხედვა, სულიერი ფასეულობები და გონეურული გადაწყვეტილებები, მშვიდობიანი რაც თავარია, მე გვიყვანს სასურველ შედეგამდე. იმედია ჩვენ აქ არ დავიღლებით, არა გვაქვს ამის ფუფუნება. მადლობ ყურადღებისათვის და კრიზისიდან გამოსვლის შემდგომ კონკრეტული რაღაც მე შევეხე ამ თემებს და შემდგომ მოგიწევთ და აუცილებლად ამის გარეშე ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლა აზკარგავს თუ ამაზე ქვეყანას, საზოგადოებას, ინტელიგენციას, რელიგიურ ინსტიტუტს და სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს ერთიანი ხედვა და სრულფასოვანი ეროვნული თანხმობა. აი ამაზე შემდგომში ვილაპარაკებთ კონკრეტულად კრიზისიდან გამოსვლის გზაზე. მადლობ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლები.